ყორღანაშვილს ქარაფიდან ხელი ხრეს და გადაფრინდა. ეს ზუსტად აი ამ ქარაფში იმოხდა. აი აქ გადააგდეს მოღალატე ყორღანაშვილი. და ვინ გადააგდო? ქართლის სპასალარმა საჩინო ბარათაშვილმა. როგორ დაიწყო ეს ამბავი? შაჰ-აბას პირველმა როცა შეკრება დიდი არმია და აოხრა სამხრეთ კავკასია მთლიანად, მოგვადგა ქართლს. აქ მოგვადგა. და რა მოხდა? როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე. უამრავი ერთგული და ერთი მოღალატე. გამოგვერია აზნაურებში ერთი მოღალატე, ყორღანაშვილი კახაბერი, რომელიც მიეგება სპარსელების არმიას და გზა უჩვენა მეფისკენ და მოკლე მისასვლელი გზა ჩვენი მცირერიცხოვანი არმიისკენ. აქვე არის პარწყის სოფელი. შორიახო, სადაც მოხდა ეს ბრძოლა და სადაც სამწუხაროდ დაუმარცხდით. თან ისე დაუმარცხდით, რომ ჩვენი მეფე სიმონ პირველი, დელი სიმონი უпроსორად ტყვეთ ჩაიგდეს, წაიყვანეს. ამასთან მოყვა ის, რომ ქართლი აოხრეს ბოლომდე, გადაწვეს და გადაბუგეს, ხალხი ტყვეთ წაასხეს. სოფლები დაცარიელ და იმდენად გაწყვიტეს და აოხრეს აქაურობა. ცოტა ხანი იყო მას მერე გასული, როცა შემთხვევით შეიძლება ბჭყალებში. შემთხვევით ყორღანაშვილი და ქართლის სპასალარი საჩინო ბარათაშვილი ერთმანეთს აი ამ გზაზე სადღაც შეხვდნენ. ეს გზა ისტორიული გზა არის. ყოველთვის იყო ესე ქალაქისკენ მიმავალი. აქ სადღაც შეხვდნენ და თურმე საჩინო ბარათაშვილისთვის ყორღანაშვილს გამარჯობა უთქვია. გამარჯობა უსურვებია. ბარათაშვილმა კი მოკიდა ხელი და თავის ცხენიანად ჩაუძახა აი ამ ქარაფში. აქედან არის ეს ლექსიც ყორღანაშვილს ქარაფიდან ხელი ხრეს და გადაფრინდაო. იმავე ღამეს დაიწყო ყორღანაშვილებზე ნადირობა. მთელი მისი გვარი და ჯილაგი ყველა ერთიანად ამობუგეს და გადაწვეს. მათი ქონება გადაწვეს, მათი მიმდევრები გადაწვეს, მათი მეოხებიც კი არ დაინდეს. იმიტომ რომ მტერი უნდა ამოძირკო და მით უმეტეს უნდა ამოძირკო მოღალატე შენი ქვეყნის. თუ ვინმე არის ორგული ან მერყევი, ყველა უნდა მოიყვანო აქ და დააფიქრო. აი აქ უნდა დააფიქრო. რომელი გზა ურჩევნია ყორღანაშვილს ქვევით ხარაფში თუ საჩინოს გზა